ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთობლივ სხდომაზე დაითვალეს. სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაუძღვა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ამ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. გულისხმობ იმას, თუ რა უნდა იყოს ნორმა, ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი. ეს არის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. დღეს მე ეს გავაკეთე, რასაც მთელი ჩემი კარიერა მიუძღვენი. მხარი დავუჭირე და დავიცავი შეერთებული შტატების კონსტიტუცია. შევასრულეთ ჩემი კონსტიტუციური მოვალეობა და დავიცავი დადებული ფიცი. 5 ნოემბერს გამართულ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა 226 ხმა. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.